მერვე საპყრობილის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანილ მსჯავრდებულს პერიტონიძე მკურნალობენ. ამ მდგომარეობამდე კი პატიმარი მას შემდეგ მივიდა, რაც პროტესტის ნიშნად ორიგოვზის ტარი და ფრჩხილების საჭრელი გადაყლაპა. მსჯავრდებული ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიის მხრიდან მისი საქმისადმი უყურადღებობას აპროტესტებს. სამედიცინო დასკვნის მიხედვით მას ფსიქიკური აშლილობის ნიშნებიც აღენიშნება. არასამთავრობო ორგანიზაცია კონსტიტუციის 42 მუხლისში კი აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ 28 მარტს იყო ცნობილი, თუმცა პატიმარს შესაბამისი დახმარება მხოლოდ 3 აპრილს აღმოუჩინეს. გავავრცელეთ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია და მივაწოდეთ ინფორმაცია როგორც მინისტრ ბატონ სოზარ სუბას, ისე სახალხო დამცველს, რომ მოეხდინათ დროული რეაგირება, ვინაიდან ეს ადამიანი საჭიროებდა შესაბამისი სპეციალისტების კონსულტაციას და ჩარევას. მიუხედავად ამისა, არანაირი ზონები არ იქნა მიღებული მერვე დაწესებულების მიერ, ადმინისტრაციის მიერ. 3 აპრილს გადაყვანილი იქნა უდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში, როდესაც ვინახულე პატიმარი და ექიმი განაცხადეს, რომ მიმდინარეობს დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში მოხდებოდა ოპერაციული ქირურგიული ჩარევა. როგორც გუშინ ოჯახის წევრებმა მაცნობეს, მოხდა ქირურგიული ჩარევა, ამოღებული იქნა რა თქმა უნდა ეს საგნები, მაგრამ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე, უკვე განვითარებულია პერიტონიტი. რეაგირება ყოველთვის არის დაუყოვნებლივ, არ დაიჯეროთ, რომ ვიღაცის გადაყვანა დაგვიანდა და ანაცა შემდეგ. ზოგიერთს დახმარება უნდა აღმოუჩინოთ ციხის საავადმყოფოში და იქ ხდება დახმარება, როცა შეუძლებელია გადაგვყავს ქალაქის საავადმყოფოებში.